ახლა კი მოგიყვანებით ვაშლოვანის ნაკრძალზე, დაცულ ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. გამორჩეული კლიმატი, იშვიათი სახეობები და ზღაპრული პეიზაჟები, რომლებიც მთელს უდაბნოში ოაზისივით იშლება. ნაკრძალს ვიზიტორები არც ერთ სეზონზე არ აკლია, თუმცა გაზაფხულზე სტუმართა რიცხვი განსაკუთრებით იზრდება. გამორჩეული და უნიკალური ადგილის მრავალფეროვნებაზე ანა ნოდია და ზაზა შუკვანი გვიამბობენ. რამდენიმე დღის წინ, როცა დაცული ტერიტორიების სააგენტო დაგვიკავშირდა და შემოგთავაზა ორდღიანი ტური ვაშლოვანის ნაკრძალში, მოკლედ გვითხრეს, რომ აუცილებლად წამოდით თქვენ ასეთი საქართველო არ გინახავთო და ჩვენ ჩამოვედით და გვაინტერესებს რა გამოარჩევს ამ ტერიტორიას ყველა დანარჩენი დაცული ტერიტორიისგან და რატოა ესეთი განსხვავებული ბიომრავალფეროვნება აქ. კითხვაზე პასუხის გასაცემად პირველივე კადრიც კი საკმარისია, სადაც რაკურსის ნებისმიერი კუთხით ცვალებადობა ლანდშაფტის სრულ გარდაქმნას იწვევს. რთულია დაიჯერო ერთ მხარეში, ერთ სივრცეში, გაშლილ ჰორიზონტზე, თუ როგორ იკვეთება ერთმანეთში ტყის კონტრასტული საფარი. ნახევარ უდაბნო, ტეპის მცენარეულობა, არიდული ტყე, ჭალის და ფართოფოთლოვანი ხეებით დატვირთული მთები, რაც საქართველოს უკიდურეს სამხრეთ აღმოსავლეთში მდებარე ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ერთიანდება. მცენარეული საფარის მრავალფეროვნებასთან ერთად არის ენდემიზმის ძალიან მაღალი დონე. ტყის შემქმნელი სახეობების უმეტესი ნაწილი, დაახლოებით 80%, ყველა არის საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი. აი ეს ულამაზესი მცენარეც ცალკე ქართული პროცეული ქვია, ცალკე სახეობა არის, წითელ წიგნშია შეტანილი. და კონკრეტულად აქ ხარობს? სხვაგანაც ხარობს, მაგრამ აი ჩვენთან ჭალებში დიდი კორომები არის წარმოდგენილი. ასევე ღვივნარი ტყეების მასშტაბური კორომები. მარადმწვანე განსაკუთრებული ჯიშის მცენარის, რომლის ორი სახეობა, შავი და თეთრი მრავალნაყოფა საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი. სწორედ ღვივნარი ტყეების და საკმლის ხეების დასაცავად შეიქმნა 1935 წელს ვაშლოვანის ნაკრძალი, ორი ქართველი მეცნიერის ვასილ გულისაშვილის და ნიკო კეცხოველის ინიციატივით. ეს არის უნიკალური ჯიშის ხეები, ეს არის საკმლის ხე. სახსაღაჭსაც ეძახიან. ერთადერთი ფოთლოვანი ხეა, რომელსაც აქვს საკმელი. აი სურნელოვანი საკმელი, რომელსაც ეკლესიაში მსახურების დროსაც ხმარობენ ხოლმე. არის დედალი და მამალი. აი ეს არის მდედრი, აი ესეთი ყურძნის ნაერი მტევნები აქვს, რომელიც არის ძალიან მაღალკალორიული, მაღალცხიმოვანი და ნადირფრინველის ერთ-ერთი საუკეთესო საკვები არის. ვაშლოვანი სამი კატეგორიის დაცულ ტერიტორიას მოიცავს: ნაკრძალი, ეროვნული პარკი და ბუნების ძეგლები. დაცული ტერიტორიების სააგენტოს მასპინძლობით ორდღიან ტურში 4 ტელემედია 35,300 ჰექტარზე გაშლილი კომპლექსის უნიკალურ თავისებურებას უნდა გავეცნოთ. ვაშლოვანის ნაკრძალი, ქვაბული, ეროზიის შედეგად წარმოქმნილი მერცხლების საბუდებელი პანტიშარის ხეობა, დათვის ხევში ზღვიურ დანალექ ქანებში გაქვავებულ კლდეში ნიჟარებია შემორჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ოდესღაც შორ გეოლოგიურ წარსულში ამიერკავკასია და მათ შორის საქართველოს ზღვის ფსკერს წარმოადგენდა. პანტიშარის ხეობიდან გზას სამუხის ნაქალაქარისკენ ვაგრძელებთ. გამორჩეული მნიშვნელობის არქეოლოგიური ობიექტი ძველი ცივილიზაციის არსებობას და განვითარებას ადასტურებს. აქ იყო ნაქალაქარი, რეგიონალური მნიშვნელობის ნაქალაქარი და რატომ იყო რეგიონალური მნიშვნელობის? აი ეს ქვის გროვა გვიმტკიცებს. ეს არის რკინის მადანს რო გადაადნობენ, შემდეგ აი ესეთი ღრუბელივი დარჩენილი წიდა. აი ამ ქალაქში მთელი აი ფერდობები მობზნილი არის აი მწიდის ნამტვრევებითა და ლოდებით. ეს იმას ნიშნავს, რომ აი ამ ქალაქში მეტალურგია არსებობდა და ჩვენი წინაპარი ადნობდა რკინის მადანს და იყენებდა საყოფაცხოვრებო მნიშვნელობისთვისაც და ჭედდა იარაღს. ჩვენ ახლა მივდივართ სამუხსველზე, რომელიც წარმოადგენს კურციკების პოპულაციის ძირითად საბინადრო არეალს. მაისის თვე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოპულაციისთვის, რადგან აქტიურ ფაზაშია გამრავლების პროცესი. ახლა მდედრი ინდივიდები მშობიარობენ და მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ტერიტორიაზე არსებული უსაფრთხო და მშვიდი გარემო.
ჩლიქოსანი გარეული ცხოველი ქურციკი ისტორიულად ყოველთვის გავრცელებული იყო ვაშლოვანის ტერიტორიაზე, თუმცა მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში სრულად გადაშენდა. 50 წელი არც ერთი ინდივიდი არ ბინადრობდა ენდემურ გარემოში. ძუძუმწოვართა ჯგუფის ცხოველების გადაშენების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორები მიწის რესურსის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიზნით მაქსიმალური ათვისება, ასევე უკონტროლო ნადირობა და ბრაკონიერობა იყო. 2013 წელს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ინიციატივით, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, ქურციკის პოპულაციის აღდგენის მასშტაბური პროექტი განხორციელდა. პირველად მოხდა საქართველოში გადაშენებული სახეობის აღდგენა. უკვე მე-12 წელი აღნიშნული პროექტი მიმდინარეობს. აზერბაიჯანიდან შემოყვანილი იქნა ის ისტორიული სახეობა, რომელიც კონკრეტულად ამ ტერიტორიაზე ბინადრობდა და დღეს უკვე ამ კონკრეტულ მომენტში სამუხისოზე უკვე ქურციკების მე-11 ადგილობრივი თაობა იბადება, რაც მდგრადი პოპულაციის ჩამოყალიბების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ახლა ვართ ჩვენ საქართველოს საზღვრის უკიდურეს ნაწილში. როგორც გავიგე, იქეთ ამ ხარე უკვე არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა აზერბაიჯანი. აღმოსავლეთ საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკას ყოფს სწორედ მდინარე ალაზანი. აი მდინარის შუა ნაწილზე გადის სახელმწიფო საზღვარი. ვინაიდან სასაზღვრო ზონა და სასაზღვრო ზოლი არის, აქ გადაადგილება, რა თქმა უნდა, შეზღუდული არის საზღვრის დაცვიდან გამომდინარე. როდესაც ვიზიტორი გადაწყვეტს ვაშლოვანში მოგზაურობას, მან უნდა მიმართოს დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციას, ვაშლოვანის ადმინისტრაციას, რომელიც მდებარეობს დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტში. ადმინისტრაციაში მომუშავე თანამშრომლები აგზავნიან სპეციალურ სასაზღვრო დეპარტამენტში, რომლის შედეგადაც ხდება საშვების გაცემა. თომა, რამდენი სარეინჯერო პუნქტია ჩვენ არაერთი შეხვდა გზაში? ჯამში ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე არის 12 მუდმივი სარეინჯერო პუნქტი, სადაც 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ რეინჯერები. რეინჯერები გარდა აი ამ სარეინჯეროში მორიგეობისა, ახდენენ ტერიტორიაზე გადაადგილებას. ბატონ გოჩა, 22 წელია თუ მეტია აქ ვარო. როგორი აქ ცხოვრება? ჩემთვის, რა ვიცი, მე სხვა სამსახური ვერ წარმოვიდგენია უბრალოდ. ჩემი პირადი გადმოსახლება. მართალია თავის სირთულეები აქვს, მაგრამ ბუნება თუ შეუყვარდა ადამიანს, უკვე მოწამრულია, მოდი ასე ვთქვათ. ამის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. ჩემი გადმოსახლება, რა თქმა უნდა. რა არის სირთულეები? რა ვიცი, ჩემთვის მაგალითად არაფერი. მაგრამ პირველი რაც ყველას უჭირს, სიცხე ზაფხულში. რთული გზა. ბევრია ტურისტი, ინტერესდებიან ამ ადგილი? ტურისტის რაოდენობა საგრძნობლადაა გაზრდილი. ძირითადად რჩებიან მიჯნის ყურის ტერიტორიაზე, მთლიან ტერიტორიაზე ფაქტიურად ტურისტი გაშლილი არის, საგარეო ადგილები, მაგალითად შაბათ-კვირა ყველა ბურგალო დაკავებულია. რეინჯერებს საპატრულო მარშრუტებზე ფეხით, ცხენით თუ ავტომობილით გადაადგილებისას ნებისმიერი მოვლენის ასახვა სმარტფონებზე უწევთ. ინფორმაცია სპეციალურ ბაზაში გროვდება, რის მიხედვითაც ხდება დაცული ტერიტორიის მონაცემების შეჯამება და მონიტორინგი. თითოეული რეინჯერი მონიტორინგის პროცესში სმარტფონებში აგროვებენ ინფორმაციას, მათ შორის ინფორმაცია ინახება მათი განვლილი მანძილის შესახებ, დაკვირვების შესახებ, კვალი აღწერეს თუ ვიზუალურად, ფიზიკურად დაინახეს და ეს ყველაფერი ანგარიშგება ხდება ამ პროცესების, მოდის საბოლოო ანგარიშის სახით და ასე ვთქვათ, უფრო ზუსტი შესაბამის სივრცეში, შესაბამისი კოორდინატებით გვაქვს ინფორმაცია, რასაც ვაანალიზებ და შემდგომში ვგეგმავთ სხვადასხვა ღონისძიებებს. ვაშლოვანი ერთ-ერთია 100 დაცულ ტერიტორიას შორის, რომელსაც ყველა დანარჩენისგან, როგორც ბიომრავალფეროვნება, ისე ეკოლოგიური მახასიათებლები გამოარჩევს. მტაცებელი ფრინველების მრავალფეროვნებით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც ცნობილია. 2013 წელს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიას ევროსაბჭოს ევროპული დიპლომი მიენიჭა, რითაც მოხდა აღიარება ვაშლოვანის ბიომრავალფეროვნების, როგორც ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი უნიკალურის. ეს არის ერთ-ერთი უნიკალური ადგილი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, უსახელოს გადასახედი და უსახელოს ბედლენდები. რატო ქვია usახელი? არ ვიცი, ესე დაარქვეს, რატო ვერ მოუძებნე სახელი, არ ვიცი. ალბათ მეტი ეფექტისათვის და ინტრიგისთვის. იმიტომ რომ ერთადერთია. თუნდაც აი ამ ბედლენდებს
ანალოგია არა აქვს არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაში, იმიტომ რომ ეს არის მთელი წყება კედლების ათასობით ჰექტარი არის წარმოდგენილი ასეთი სახით და ბედლენდი მოდის ადგილობრივი ამერიკელი ტომები ისეთ მიწებს, რომელსაც ვერ იყენებდნენ საძოვრად, ცუდ მიწებს ეძახოდნენ ბედლენდ, მერე სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრდა და რელიეფის ესეთ ფორმებს ყველგან მთელ მსოფლიოში უკვე ბედლენდები ქვიათ. შთაბეჭდილებებით სავსე ორდღიანი ტურის ბოლო გაჩერება ბედლენდის ჰორიზონტი აღმოჩნდა. ჩვენც სამხრეთ აღმოსავლეთის სტუმრებმა სხვა მრავალი ვიზიტორის მსგავსად სამახსოვრო მომენტი ფოტოკადრით ბედლენდის მაღალ მწვერვალზე შევაჩერეთ.